როცა ხშირად ჭორებს რო ყვებიან რომ იქ მოხდა და საფრთხეს სოციალში იქ მოხდა ეს ხმამაღალი ლაპარაკი იყო და ახლა ეს როდის არის? აი შესულები ვართ პარლამენტში და ჯერ მოკლედ არ არის გაფორმებული რა, ჯერ არ არიან წამში მისული ამ პერიოდში და იქ შედახმება შედგა იქ მახსოვს ვინც იყო გეცეყო ბარამიძე, ბიცაძე იყო, ნინო ცხადია და რაღაცა და ერთი ორი ცოცხალი აღარ არის და ფუცელი და იმის ქსეროქსი მე მქონდა რა და მაქვს და მოკლედ ხელმოაწევრა ხელნაწერით არის დაწერილი და რომ პრეზიდენტი ხდება დაიკავეს მიშა პრემიერ-მინისტრი ხდება ზურა და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო. ბრძოლა არის სანამ განანაწილდება. რომ განანაწილდა ეს მარტივად მიიღწეულ იქნა ეს კონსენსუსი არა ძალიან რთულად. იცი რა პრაქტიკული მოდეს ველაპარაკო პოლიტიკური ამბავი ხარ რასაც უყურებდა ესე დაიწყო. ნუ პოლიტიკურად ესე დაჯდა და ხა პოლიტიკა როგორ არის შეგელო რომ თუ პოლიტიკური ცხოველი ხარ ამას იღებ თუ ახლა ემოციურად და ესეთი ადამიანი ხარ არ მინდა ეგეთი ურთიერთობა. ვის არ მოწონდა ეს განაწილება და რა პრეტენზიით არ ბუნებრივია მიშას უნდოდა სრული დომინირება და მას მიაღწია და ეს პირველი პერიოდი უნდა ყოფილიყო ეს ჟვანიესთვის არ იყო ახლა ადვილი ამბავი იმიტომ რომ ის ხანერად მთელი მას ჰქონდა თავის პრეტენზია რომ მან მოიყვანა სულ ყველა ახლა მიშას გარშემო რო იყვნენ და უკვე რო იყვნენ ის უკვე ის ჟვანიეს მოყვანილი ხალხი იყო ესე ითვლიდა და მათ შორის ნინოსაც როცა თქვენ თქვით რომ მარტივი არ იყო ამ შეთანხმების მიღწევაო და საფერფლის როლის ისაო და აი მან საფერფლის როლამდე მივიდა საქმე თუ რა ტიპის შელაპარაკება იყო აი ეგეთი აი ახლა ნუ ბიტო არაფერი ესეთ ახლა თქვა ყვირილი რაღაცა შეურაცხყოფის მიყენება მაგრამ ნუ ახლა ზოგადად რაღაცა არაფერი თავშეგერი ანუ იყო შეურაცხყოფის მიყენებამდეც მივიდა საუბარი და ჟვანია რას ითხოვს მაგ დროს რომ მე მინდა პრეზიდენტობაო ეს ხო რთული სათქმელია ჟვანიასგან იმ დროს ხო და ესე არ ამბობს მაგრამ კონფლიქტი არის ესეთი ამბავი ახლა ეს ტელევიზორში აქ როგორ შემოვდივართ, ვინ არის მომხრე პარლამენტში რომ მოვდივართ, ვინ არ არის მომხრე. სულმოს ვეუბნებოდი რომ ჩვენ თუ ახლა არ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ შევედით, ეს დაღამდება და ეს 30000 კაცი ქუჩაში გამოსული და ბორიალი და იქ ქვემოთ აღორძინების ხალხი დგას. რუსთაველზე რაღაც უბედურებაში გავახვევით, ესე იგი რაღაცა უნდა გაფორმდეს. მაგალითად მე ამბავი მქონდა და მე მარტო არ ვიყავ ეს. ნუ ვიღაცა ამბობდა რომ ეგენი თუ შევლენ, მაშინ ეს მიშას დომინირება და შენ მიაქცე ყურადღება, მიშედის აქედან წამოვედით. მიშა და ნუ წამოვედით და მიშა და ნინო მოდიან წინ. ნინო და მიშა წამოვიდნენ და ჟვანია და წავიდნენ ქვემოდან. ანუ ესე აქაც ხვდები ხო? ესე კი არ უყურებთ უბლივად ესე. იქ უკვე იზილება სიტუაცია.